საქართველოს ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი სტუმრობს ვიზიტის ფარგლებში. სტუმარმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში კვლევებიდან შედეგებამდე პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში, რომელიც საკპატენტის ორგანიზებით გაიმართა. ამავე დროს საქართველოს აქვს გაკეთებული განაცხადი ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში წევრობაზე. რა შესაძლებლობებს ქმნის ქვეყნისთვის თანამშრომლობა ევროპასთან საავტორო უფლებების საკითხში, როგორია გამართული სისტემის გავლენა ინვესტიციებსა თუ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, საკპატენტის თავმჯდომარე გიორგაძეა ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. რადგან ვიზიტი აღნიშნე, მოდით ამ ვიზიტის მნიშვნელობით დავიწყოთ საუბარი, როგორია მისი მოსაზრებები საქართველოში ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე და რა გავლენა აქვს მას, იქნება ეს საკანონმდებლობაზე თუ აი ამ კუთხით მიმდინარე ცვლილებები. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. პირველი კონტაქტის საკპატენტსა და ევროპის საპატენტო უწყებას შორის ჯერ კიდევ 1992 წელს შედგა. იქიდან მოყოლებული ეს ურთიერთობა არსებობს, თუმცა დღეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრის განმავლობაში საქართველოს ესტუმრა ოფიციალური ვიზიტით ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი. მოგეხსენებათ, რომ საკპატენტი ამ მიმართულებით ძალიან სიღრმისეულ რეფორმებს ახორციელებს და ბუნებრივია ეს ვიზიტი არის ერთგვარი მხარდაჭერა და ასევე აღიარება და დაფასება იმ რეფორმებისა, რომელსაც ვახორციელებთ. პატენტი თავისი არსით ეს არის მთავარი ინსტრუმენტი ნებისმიერი გამოგონების, სიახლის, ინოვაციის, ახალი ტექნოლოგიის დადასტურებისა და აღიარებისათვის სწორედ პატენტია მთავარი ხერხემალი. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ საპატენტო მიმართულება არის ჩვენთვის პრიორიტეტი, მით უმეტეს თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ახალი ტექნოლოგიები განსაზღვრავს სოფლიოში ეკონომიკისა და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი დარგის მიმართულებას. ამიტომ ვთვლით, რომ პრეზიდენტის ვიზიტი დღეს ამოცემულობაში, როდესაც ჩვენ გვაქვს უამრავი პროგრესი, სწორედ ის ლოგიკური გაგრძელება ერთი მხრივ თანამშრომლობის ევროპის საპატენტო უწყებასთან, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით და მეორე მხრივ შიდა რეფორმების ფონზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. კი ბატონო, როგორც ვიცი, იყო საუბარი ევროპული პატენტების ვალიდაციის სისტემის ამოქმედების მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოსთან როგორც პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გაღრმავებაზე. აი ამაზე ესეც აგვიხსნათ იმ მაყურებელს, რომელიც მიუხედავად უწყების ამდენწლიანი საქმიანობისა შესაძლოა კარგად არ იყოს გათვითცნობიერებული იმაში, თუ რა მნიშვნელობა აქვს საავტორო უფლებებს. სიამოვნებით. როგორც უკვე მოგახსენეთ, პატენტი განსაკუთრებულ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალი ტექნოლოგიების ერაში და თავად ევროპის საპატენტო უწყება არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია ამ სფეროში. იგი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა აერთიანებს ასევე მაგალითად დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და შესაბამისად ევროპის პატენტის ვალიდაცია საქართველოში ავტომატურად ნიშნავს, რომ იმ პატენტს, რომელიც ევროპის, ანუ ამ ორგანიზაციაში იქნება დაცული, ზუსტად ისეთივე ძალა აქვს საქართველოში, როგორც ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში, ანუ EPO-ს, ევროპის საპატენტო უწყების წევრ ნებისმიერ ქვეყანაში. ეს არის ვალიდაციის შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ანუ განსაკუთრებით საყურადღებო ეს ინვესტორებისათვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ ახალ ტექნოლოგიებში. აქედან გამომდინარე, მათთვის საქართველოს ბაზარი ხელმისაწვდომია ერთიან სივრცეში, ან ევროპის სივრცეში, როდესაც ისინი თავიანთ ინვესტიციას იცავენ პატენტის სახით ევროპის საპატენტო უწყებაში, ეს ნიშნავს ავტომატურად თუ იცავენ საქართველოში და შესაბამისად მათთვის საქართველოს ბაზარი, ქართული ეკონომიკა ზუსტად იმ ფანჯარაში, იმ ერთ სივრცეშია ხელმისაწვდომი, რაშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ასევე დიდი ბრიტანეთი. ეს არის საქართველოს მუშაობის დამსახურება თუ საქართველოს როგორც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მყოფი, ანუ გზაზე გავლილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შედეგი თუ ორივე ერთად? ძალიან საინტერესო კითხვაა და დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ნებისმიერ რეფორმას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე, პირველ რიგში ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოში ამა თუ იმ სისტემის გაძლიერებისათვის და სწორედ ეს არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი. აქვე მინდა ვისარგებლო და დიდი მადლობა უთხრა საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს და პირადად პრემიერ-მინისტრს, სწორედ მისი მითითებით საქართველოში ჩვენ ვაძლიერებთ საპატენტო და ინტელექტუალური საკუთრების სისტემას, იმიტომ რომ საქართველო ცდილობს ააშენოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი რესურსი და რაც თქვენ აღნიშნეთ, ეს ერთი მხრივ არის შიდა სისტემის გაძლიერება და მეორე მხრივ, სწორედ ეროვნული სისტემის გაძლიერება მიგვაჩნია ჩვენ ყველაზე ახლო გზად ევროკავშირისაკენ და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის, კერძოდ ევროკომისიის რეკომენდაცია ჩვენ მივიღეთ 2024 წელს, რომ უნდა
გაგვეკეთებია განცხადება ევროპის საპატენტო უწყებაში გაწევრიანებისათვის შესაბამის კონვენციაზე მიერთების გზით და ჩვენ უკვე დეკემბერში გასულ წელს 2025 წლის დეკემბერში მივმართეთ ევროპის საპატენტო უწყებას გაწევრიანების თხოვნით და 4 თვეში უკვე საქართველოში იმყოფება ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს, რომ ერთგვარად რამდენიმე თვეში მოხდება გაწევრიანება, ეს რამდენიმე წლიანი პროცესია ხოლმე ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყნებისთვის, თუმცა 4 თვეში ვიზიტი ჩემი აზრით ეს არის აშკარა მხარდაჭერა, ეს არის შეფასება და დაფასება იმ რეფორმებისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და რაც შეეხება რეფორმებს. ჩვენ დავიწყეთ საკანონმდებლო ცვლილებებით. პირველ რიგში ეს იყო საკანონმდებლო ცვლილება საპატენტო კანონმდებლობაში. ამის შემდგომ საქართველოში პირველად ჩვენ მივიღეთ კანონი პატერწმუნებულთა შესახებ. პატერწმუნებულები ესენი არიან ადამიანები, უხეშად შევადაროთ, ასე ვთქვათ, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობენ საპატენტო სფეროში. ისინი გამომგონებლებს, ინვესტორებს აკავშირებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორთან, უმარტივებენ მათ ამ ურთიერთობებსა და პროცედურებს. 2014 წლის შემდეგ საქართველოში არ ჩატარებულა პატერწმუნებულთა გამოცდა და ჩვენ პირველად გასულ წელს ჩავატირეთ ეს გამოცდები, რაშიც ასევე დიდი მხარდაჭერა გაგვიწია ევროპის საპატენტო უწყებამ. მათი ექსპერტები გვეხმარებოდნენ საგამოცდო საკითხების მომზადებაში. აბსოლუტურად განახლებული სისტემაა დღეს საქართველოში საპატენტო სისტემა, მათ შორის პატერწმუნებულების ინსტიტუტი და ჩვენ უკვე გვაქვს 28 ახალი პატერწმუნებული და წელსაც ასევე იგეგმება ახალი გამოცდის ჩატარება. და ეს თემა, მსხვილი ბიზნესზე აღარ არის ლაპარაკი, მაგალითად, აი მცირე მეწარმეებისთვის და მცირე ბიზნესისთვისაც გახდა უკვე, ასე ვთქვათ, საქმიანობის დაწყებისას ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეიძლება ვთქვათ, რომ მაგალითად წლების წინ ამას შეიძლება არ აქცევდნენ დიდ ყურადღებას. რაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესი საქართველოში, რაც უფრო მეტად იზრდება ეკონომიკა, მით უფრო მეტად ჭირდებათ ინვესტორებს, რომ თავიანთი ინვესტიცია იყოს დაცული და გარანტირებული და როდესაც საუბარია ახალ ტექნოლოგიებში განხორციელებული ინვესტიციაზე, ან თუნდაც მაგალითად ფარმაცევტიკის სფეროში, როდესაც საუბარია ახალი მედიკამენტის შექმნაზე, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვანძო ნიშნულობის არის პატენტი, ანუ ერთგვარი დაცვა, ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვა თავიანთი ბიზნეს აქტივის, იმიტომ რომ პატენტი ეს არის საბუთი დოკუმენტი იმისა, რომ ესა თუ ის გამოგონება ახალი წამალი იქნება, ეს ახალი ტიპის ძრავი, გამოგონება ფიზიკაში, ქიმიაში, ხომ თუნდაც ბიზნესის ან რაიმე საქმიანობის. ეს არის მაგალითად სასაქონლო ნიშანი ბუნებრივია დღეს უბრალოდ ხას უსვა საპატენტო მიმართულებად, მათთვის დაცვა არის სწორედ პატენტი. აქედან გამომდინარე გახდა განსაკუთრებით ღირებული ინტელექტუალური საკუთრება და ბუნებრივია ჩვენც ამასთან ერთად ვცდილობთ, რომ ეს სისტემა იყოს თანამედროვე. ცალსახად და აბსოლუტური პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, შესაბამისად პატენტის დაცვა ხდება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სწორედ ამ რომ მაგრა ასეთი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და არა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ასევე საქმის წარმოების სისტემა. ყველა დეტალი საკპატენტში ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა და დაინერგა აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, პირველ რიგში კი რა თქმა უნდა, მათ შორის ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რაც როგორც უკვე აღვნიშნე, ერთი მხრივ პირველი რიგის ამოცანა ეს არის გავაძლიეროთ ეროვნული სისტემა, გავაძლიეროთ ეროვნული ინსტიტუტები და სწორედ ეს არის ყველაზე მარტივი და სწორი გზა ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ. და რა დამატებითი შესაძლებლობებია საქართველოსთვის, აი რაზეც თქვენ დაიწყეთ საუბარი ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთება, როდესაც ეს პროცესი ამ გზას გაივლის საქართველოს და ეს პროცესი დასრულდება. თუკი ჩვენ 2024 წელს მივახციეთ, რომ ევროპული პატენტი ეს ნიშნავს ქართულ პატენტს, პირდაპირ წესით ყოველგვარი დამატებითი განცხადების გარეშე, როდესაც საქართველო მიუერთდება უკვე კონვენციას, ქართული პატენტი იქნება ავტომატურად ევროპული პატენტი, ქართველი პატენტწუნებულები იქნებიან მთლიანად ევროკავშირის ასევე წევრი ქვეყნების პატენტწუნებულები, რაც ასე ვთქვათ, სრულად გააერთიანებს ქართულ ინტელექტუალური საკუთრების სფეროს და ინსტიტუტს მთლიანად ევროპის საპატენტო სივრცესთან. ყოველგვარი საზღვრების, ყოველგვარი განსხვავებების გარეშე საქართველო გახდება ევროპის საპატენტო სივრცის ნაწილი, ისევე როგორც დღეს თვალმხრივად უკვე საქართველო არის ამ საპატენტო სივრცის ნაწილი, როგორც ვალიდაციის მქონე ქვეყანა, ხოლო როდესაც ჩვენ გავხდებით კონვენციას, როდესაც მივერთებით, გავხდებით ევროპის საპატენტო უწყების წევრი, ასევე ქართული პატენტი და ქართული ინტელექტუალური საკუთრების სივრცე გახდება სრული წევრი, სრულმასშტაბიანი წევრი ევროპის საპატენტო სისტემის. დიდი მადლობა მოწვევისათვის და მოგზაურობისათვის. აქ პატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე გახლდათ დღის ქრონიკის სტუმარი.